ოპერატიაში. კონტროლის პალატამ ფინანსთა სამინისტროში დარღვევები აღმოაჩინა. კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტით დადგინდა, რომ უწყებაში ბიუჯეტის პირდაპირმა ზარალმა 61,446 ლარი შეადგინა, ხოლო 322,000 ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა. კვლევის მასალების მიხედვით ფინანსთა სამინისტროში ჩატარებული ტენდერი, რომელიც ბიუჯეტის შესახებ 8500 ერთეული ინფორმაციის შემცველი ბროშურების ადვილიანით დაწერას, დააბეჭდას და ფართო მასებში გავრცელებას ითვალისწინებდა, არაობიექტურად ჩატარდა. კონტროლის პალატის ინფორმაციით ტენდერს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი ხელმძღვანელობდა. და უფრო დეტალურად რა წერია კონტროლის პალატის დასკვნაში, თამარ ურუშაძე ისაუბრებს მოაბის ღია ეთერში. გისმენთ თამარ. დიახ, ნინო, ეს არის ის ერთ-ერთი ბროშურა, რომლის დაბეჭდვაც გადაწყვეტა ფინანსთა სამინისტრომ 2009-2010 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან დაკავშირებით. ეს უნდა ყოფილიყო გამარტივებული ვერსია იმისთვის, რომ საზოგადოების ფართო ფენებისთვის უფრო მარტივად გასაგები გამხდარიყო კანონის შინაარსი. კონტროლის პალატის სკანდალურ დასკვნასთან დაკავშირებით კონტროლის პალატაში გაიმართა ბრიფინგი, განმარტება გააკეთა თავად ლევან ბეჟაშვილმაც. კონტროლის პალატა რამდენიმე მიმართულებით სვამს შეკითხვას ფინანსთა სამინისტროს აი ამ პროექტის წარმოებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად ტენდერში მონაწილეობას ღებულობდა 20 კომპანია, 20 ორგანიზაცია. საბოლოო ჯამში გაცხილვის შედეგად დარჩა 2 მათგანი, შიპს კონგარი და კიდევ ერთი კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეორე კომპანია 117,000 ლარის ნაკლებს სთავაზობდა ფინანსთა სამინისტროს ტენდერში, საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა შიპს კონგარმა. ეს არის ერთი მიმართულება 117,000 ლარის არაეკონომიური ხარჯვა, რასაც კონტროლის პალატა ვარაუდობს. ასევე 21 თვეზე უნდა ყოფილიყო გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა საბოლოო ჯამში შიპს კონგარსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ 17 თვეზე. განსხვავება კი არის 61,000 ლარი. სწორედ 61,000 ლარის ზარალი მიადგა კონტროლის პალატის დასკვნ სახელმწიფო ბიუჯეტს აი ამ განსხვავების გამო. კიდევ ერთი მიმართულება ეს არის 322,000 ლარი. 322,000 ლარი გამოიყო იმისთვის, რომ ინტელექტუალურ შრომაში ანუ გამარტივებაში კანონის ენასთან შედარებით გამარტივებული ვერსია უნდა დაბეჭდილიყო წიგნებში, რაც მოითხოვდა ინტელექტუალურ შრომას. თუმცა როგორც კონტროლის პალატის სპეციალისტებმა გაარკვიეს, აი ამ ბროშურებში არის თითქმის გადმოკოპირებული ფაქტობრივად იგივე მუხლები, იგივე წინადადებები, რაც არის ასახული კანონში. კიდევ ერთი შეკითხვის ნიშანი დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბროშურები შემდეგ საზოგადოების სხვადასხვა ფენებში უნდა გავრცელებულიყო, თუმცა ის მხოლოდ 3 უწყებაში გავრცელდა, ეს არის პარლამენტი, თავად ფინანსთა სამინისტრო და დედაქალაქის მერია. საუბარი არის დაახლოებით 300,000-ზე მეტი ლარის არამიზნობრივ და ეკონომიკურ ხარჯვაზე. გარდა ამისა, თვითონ ტენდერის პროცედურების ჩატარებისას საუბარი შეიძლება იყოს ასევე 115,000 ლარის სავარაუდო ზარალზე, ასევე 61,000 ლარის პირდაპირ ზარალზე. როგორც ხედავთ, თანხები საკმაოდ დიდი მოცულობისა და მნიშვნელობის არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სათანადო სამართლებრივი რეაგირებისათვის ეს მასალები გადავაგზავნოთ სამართალდამცავ ორგანოებში. დადგინდა, რომ ბროშურების შინაარსი მთლიანად კოპირებულია აღნიშნული ანგარიშებიდან. ანუ არანაირი ახალი პროდუქტი შექმნილი არ არის. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესრულებული სამუშაოები პირდაპირ შეეძლო ჩაეტარებინა ფინანსთა სამინისტროს თავისი რესურსებით და მხოლოდ გამოეცხადებინა ეგრეთ წოდებული პოლიგრაფიული და სათარჯიმნო მომსახურებაზე ტენდერი. პირდაპირ ზარალი არის 61,000 ლარი, ანუ ჩვენ ფინანსთა სამინისტროს შეეძლო მოეთხოვა ხელშეკრულების თანხის შემცირება, რომელზეც ვილაპარაკე და გარდა ამისა უბრალოდ ვიძახით, რომ 322,000-ის ინტელექტუალურ შრომაში გადახდილი თანხა არის არაეკონომიურად და არამიზნობრივად დახარჯული. კონტროლის პალატის დასკვნაში ყურადღება გამახვილებული არის თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია კონგარზე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია დაარსდა 2004 წელს. 2006 წლიდან მას აქვს მუდმივი კონტაქტი ფინანსთა სამინისტროსთან. მისი დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო ამ წლებში არის სწორედ ფინანსთა სამინისტრო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის ნუკრი კიღურაძე, რომელიც თავადვე ადრე იყო სწორედ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი, სანამ ამ ორგანიზაციას დაარსებდა. დღეს ჩვენ ვიყავით ორგანიზაციის ოფისში, თუმცა კიღურაძე ადგილზე არ დაგვხვდა. მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ ის იმყოფება ბიძის დაკრძალვაზე ოზურგეთში. ჩვენ მას ვესაუბრეთ ასევე ტელეფონით, მან განაცხადა, რომ ყველაფერი წესრიგშია იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც მან გააფორმა ფინანსთა სამინისტროსთან და ყველა ჩვენ შეკითხვის პასუხს ხვალ გასცემს. ადრე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. აი ადგილობრივ საერთოდ არ მომიკიდია მაგაზე მე ხელი, მე თვითონ ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა ამ სამსახურში ახლა და ხვალდილით მითხრა მან თვითონ რომ მე ყველაფერი წესრიგში მაქვს და ხვალდილით ვიქნები ადგილზეო.
კონტროლის პალატა მასალებს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გადაუგზავნის უკვე პროკურატურას, რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს უწყებაში ამბობენ, რომ ისინი ამ დროისთვის ეცნობიან კონტროლის პალატის დასრულებას და მხოლოდ აი ამის დასრულების შემდეგ გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას. დიდი მადლობა თამარ ურუშაძე საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.